მართლა ძალიან საიდან სადაო. გამარჯობა. შევიდეთ სახში. ნახეთ გასაკვირი. როგორ მომაგერი, ა? ხოცი მითხრა სადღაც აქეთ რომ იყავი და კითხვა კითხვითი მაგარი. მოდი გოჟვახია. ხო შენ? მოდი როგორ ყავს შენ? ხოლოს ისე წავიდა საქმე რომ საქართველოში აღარ დამდგომებოდა. ჩემ თავს არ ვჩი, ხალხი აწიოგეს ვინაც კი ხელი გამიმართავენ. ხო და ამაზე უკეთეს ადგილს ადიპო. თავრობა აქ არ არის და ჩაფარი. ათისთავია მარტო, არავის სხვა. ეგერ ხლისტებს 10 და მეტი ზროხა ყავს თითოს. 5 და 6 დესეტინაზე მარტო კარტოფილი მოყავს კომს. ძალიან შეძლებულად ცხოვრობენ და გადასახადის ამკრეფი თვალით არ დაუნახავთ. რა ხალხი ცხოვრობს აქ? ვინ და საიდან არიან მოსული? სეზონური მუშები სულ 8 კაცი ვართ. დაბა ხლისტებისა. ხლისტები რა ერი და რა რჯულიათ იყო? სექტა, სარწმუნოება. ყველა ჯურის ხალხია, ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. ქართველების კი არიან ხლისტები 3, არა 2 დარჩა. ერთი წყალმან გვამოკლა შარშალი. ისე რასაპირებ ახლა? იმუშავებ თუ ისე იქნები. რა დამაყენებს უსაკმოდ ამ გადასაკარგავში? აგაშენას ღმერთო. სახადი იყო აქ, ბევრი ხალხი წაიყვანა საიქიოს. ერთი ძმა კაცი მყავატიო შეერქვა. სანახევროდ მუშაობდის. კარგი ოსტატი. კარგი მოყაითი კაცი. მოგდა საწოდავი. მარტო არ ახლა ხერხის გამწევი არ მყავს არავინ. მუშავერი შევე? ახლები ზოგი დაიხოცა და ზოგმა თავს უშველა. ხლისტებს აქეთ უჭირავ თვალი როგორ დაგიგირავს და ტყავი გაგაძროს. ხარბი და ძუნწი ხალხია. გამდიდრება მიწის სიძუნწე. შურიანები და ოხრები არიან. სექტანტობის ბრალია ყველაფერი. აგერ კაცი რომ მიდის, ქრისტია ეგ. მოდი ნახე. საკუთარი ქრისტე ყავთ. ხლისტებს. დილამშვიდობისა. გაგიმარჯოთ. აი, რომ თხოვდი მუშამიშოვნეო, მოგიყვანე. ბუდარა და მისი ცოლი. თითოს დღეში 10 შაურს მისცემ და თუ ხელობასაც ასწავლი, ერთ-ორთვეს დარჩებიან. მერე კიდევ გამოჩდება ვინმე. აბა რა ვიცი. აგერ მომივიდა ამხანაგიდა. ძალიან გამრჯე ცოლ-ქმარია. ესენი გასამდიდრებლად არიან მოსული აქ. ერთი კვირას არ გასულა და უკვე ბოსელი ამოიყვანეს ნახევრამდე. იმოდენა შიგ 5 ზროხა დაეტევა თავის ნაშენით. ალბათ იყო ძამიკო გასაღარიბებლად ვინ წავა და სად მივანატავე. შენ საშუალზე არ ხარ ამ სიშორეს მოსული. ეგრე იყოს. დილის 6 საათზე გავდივარ სამუშაოდ.
7 წელიწადს ყოფილა სალდატში ბუდა. ცოლი თან დაძდებდა თურმე. დაძდებენ ხოლმე ცოლები სალდატებს. ცოლი ბუდარაზე მაგარი მუშაა რომ იცოდე. საიქცევასაცა. გათა. კაცო, რით ვერ მოგბეზრდა მაგის ყურება? იყო ძმაო. ხეს ადამიანები და კიდევ უკეთესად გაეგება ყველაფერი. ადამიანზე ლამაზად და უკეთესად სიკვდილით შეუძლია და სიცოცხლე ხომ იცის და იცის უკეთესად. წყალი მოიტანე. აგიდუქი. ახლა. მომეც მე მოიტანე. როგორ გეგადრებათ? კარტოფილის თესვის დროც მოვიდა. მაგრამ სათესლე არა გვაქვს, არ იძლევიან ხლისტები. მამა ძაღლები. 1000 ფუთი ულბებად ოხრებს. არა, ფულად იძლევიან, მაგრამ სამმაქვს თხოვლობენ. ჩვენ კი დღეში 2-6 საბას ვაკეთებთ. კოხია საშენებელი.ოგინები. ოჯახში 1000 რამე გჭირდება. ძროხის ყიდვა გვინდა, მაგრამ ასეთი მუშების შრომა დღეში სამაბაზად არ ვარ გათიყვა ძმაო. მოუმატოთ უნდა ცოტა. ასეურად მოურიგდით. აი ტეხე სამი აბაზი ვაძლიოთა და ახლა კიდევ მომატოთ? ორი კაცი საქმეს ხომ აკეთებს თითო. შენ თქვი ეს და მანეთი ნუ იქნება 4 აბაზი რომ ვაძლიოთ რა მოხდება ვითომ. მოყურე ახლა შენ. ჩემი წილიდან ვაძლიოთ იყო. იცემა თუ ორივე უნდა მივიცეთ, მაგრამ ვიცი მაგათი ამბავი. ნახავ ყველაფერს. თქვენ 25. იყიდე ძროხა და რომ გექნებათ დამიბრუნეთ მაშინ. უი, არა, რას ბრძანებთ? მადლობთ. სესხად გაძლებთ, აიღეთ.
ხლისტების დღეობა ხომ არ არის რაიმე დღეს? არა აქვს დღეობები ხლისტებს. ეს მაგათი სალაყბოა და ის სახლის სალოცავია. ხლისტები ახლა გულზე სკდებიან შორით. ბუდარებმა რომ ძროხა იყიდეს. ასეთი გოროდი და უგუნური როგორაა ეს ხალხი? რამდენი მეტი შეძლებული მეზობელი ეყოლებათ უკეთესი არ უნდა იყოს მაგათთვის. ძლივს არ გამიცმა ძლები. შეხედებოდა რასო. გაიბლომათ მოუწოლია. მაგრამ მაგია მოიძროხა და უნდა გაშერსეცა. დიდი მამაზაღლი ქალია. ხლისტების გულის გასახეთქად მოდის და მოაქვს რძე ასე ახდელა თორემ. მონაწილს არ დაანახვებენ არავის აქ თვალი არ ეწესობა. მოიგონეთ რასკას. ხლისტების გულის გასახეთქად კი არა. შეხედე ამ მამაძაღლებს რა საქმე უქნიათ იყო? ამ სოდვის ჩამდენი აქ არის რომელიღაც. მომკალე თუ გინდა. რა არის ეს? ეგრე იცის სხვისი თვალის დასაბრუნებლად გზის ტარება უნდაცა. კაი ხანია აქ რომ ვარ მუშნი ბატონო და არ მეკითხები არაფერს შენი ბიძაშვილის დათა თუთაშხიას ამბავს. არის ახალი რამე? მობრძანით ნიკანდრო ბატონო. მობრძანით. არ ვარ მე. გთხოვ. მადლობ. ვინგრება? ფათი არა ხარ ფათი? მურდუხაი ვარ მე, მურდუხაი. ფართალი რო დამქონდა დედასკენთან ფართალი. ой, ბიძია მურდუხაი მობრძანთ, შემობრძანთ. ხოზე გიცანე. სინათლე აღარა მაქვს თვალებში, მაგრამ ხედავ მაინც. გამარჯობა და სიხარული მოგცეს ღმერთმა ჩემო ფათი. როგორი დედმამიშვილი ხარ? როგორი კაცის მეუღლეობა გარგუნა მაღალმა ღმერთმა. სიმრავლე და ჯანმრთელობა მოაკლოს ღმერთმა შენს ოჯახს. დაბრძანეთ ბიძია მურდუხაი. დაბრძანეთ. მოშია გახსოვს, მოშია, ჩემი უმცროსი ძმა. მახსოვს ბატონო.
მოშიაშვილია ესე ისაკი. დიდ გასაჭირშია მოშია ჩემო ფატი. ციხეშია ახლა. შენმა ქმარმა დააპატიმრა. ვიყავით ბატონ მოშნისთან ჩვენ ვთხოვეთ. უშველე რამე ჩვენს მოშიას თქვა. ასე მითხრა. იმდენი არაფერი დანაშაული აქვს მოშიას. კანტრაბანდა უმტკიცდება, მხოლოდ კანტრაბანდა. არაფერი მომთავაზოთ. ნურც მემაკადრებდა, ტყუილად ნურც თავებ გაიფუჭებთო. იჯდება თქვენი მოშია. ციხეში 2-3 წელიწადს და დაგიმრუნდებათ ისე. ისე დაიჭირა თავი შენმა ქმარმა რომ ვეღარ შევბედე რამე. რა შევბედავდი? აჯარლები მივიდნენ ბატონ მუშნისთან 10,000 მანეთი შესთავაზეს 10,000 და დააჭერინა 2. მუშნი რომ არა სახში ბიძია მორდუხაი. რა უჭირს მე ფატის დავენაცვლე, შენ ხომ ხარ ჩემი ფატი. ყველა ჭირში და ყველა განსაცდელში დაგენაცვლო შენი ვიზია მორდუხაი. მე მუშნისთვის არ მომიტანია ეს, შენთვის მოვიტანე. როგორ გიკეთებათ ბიძია მორდუხაი? შენი დედმამის პატივისცემის სანაცვლოდ და რაც მათგან ხეირი მახსოვს, მისთვის მოვიტანე. 7,000 მანეთი ღირს ეს საყურეები, 7,000 და 7,000 სიხარული და ბედნიერება მოგცეს ღმერთმა. ატარე ჯანმრთელობაში, სიყვარულში, ქმრის ერთგულებაში, შენი დედმამის ბედნიერებაში. ერთი წუთით მაპატიეთ ბიძია მორდუხაი. ბავშვი ატირდა მგონი. ფატი. დაანებე თავი. და იმას მოგახსენებდით მუშნი ბატონო. ჯერ იყო და იმ საქმეში როგაჩოვი რომ გაგვექცა, 10 ნაბიჯი იჯდა შენი ბიძაშვილი. ლულაზე მყავდა. ფეხის გამოკლის მეტი არ უნდოდა არაფერი, მაგრამ მერია და რამდენჯერ მომსვლია ცნობა დათათუთასხი აქ და ამასთან ვახშმობსო, მაგრამ არ წავსულ იქ. 3 დღის და 1 კვირის წინ რომ უმასპინძლია, იმ ოჯახს დავცემი ვარ და ამით იოკებია იქაურობა. არ მოგცეულ ხარ სწორად ნიკანდრო ბატონო. მართალი. არ მოგცეულ ვარ კარგად, მაგრამ ბიძაშვილია შენი. და მოგიწევს დიდი თანამდებობა ვიცი მეს. ძნელია მუშნი ბატონო, ნამეტანი ძნელია. აქეთ შენ ხარ, იქით დათა. ის კაცი თუთაშხია ვიღაც ოხერი ხომ არ არის და ახლა სამსახურს რა უყოს კაცმა. როგორც მიბრძანებ მუშნი ბატონო, ისე მოვიქცევი. როგორც კანონს და სამსახურს სჭირია, ისე უნდა მოიქცენი კანდრო ბატონო. ბიძაშვილია თუ რაც არის ჩემი დათა თუთაშხია, ეს აქ ჩემი საქმე და არ შენი. მეფის სამსახურში ვართ ორივე. გამარჯობა, სიყვა. გაგიმარჯოს. სად იყავი ამდეხა? მოსავალი დავაბინავე და მოვედი.
რა შევა ჩემი დათა? რა ვიცი? აგერ ტყიდან ბუდარა მოდის. კითხე და გეტყვის. რომელი ხარ? თიყვა ყოფილ ხარ. როგორ გიგითხა? ხომ კარგად. მადლობ. ვინა ბუდარა ეს კაცი? ჩემი მუშა, სევა. ხელსაწყორატო წამოგიღია, სხვაგან ხომ არ აპირებ მუშაობას? ტრები მყავს. ხელსაწყო დღეში რო დავტო მომპარავენ. შური დამტრობა ახალი ამბავი არ არის, მაგრამ იარაღისა და ხელსაწყოების მოპარვა არ გამიგონია. დიდი ბოროტი ხალხია ეს ხლისტები. ეგენი ყველაფერს იკისრებენ. ბოროტი რომ ხარ და ავი, იმიტომ წაგართვა ღმერთმა სინათლე. ძიბა. შეუბედურო შენ. ძიბ. ნაშვები. ეგ ხამარია მაგოხერ ჩავახეთქო ჩემი ნაშრომი. აგერ აქაა ბაზალუტი და ჭამე. რა გინდა და ნეტა? გარეცხილი და გაპრიალებული ქონდა ყველაფერი სანამ ბუდარი ხადაიარებოდა ჩვენთან. შემოგწიცინებდა თვალებში და არ უნდა არაფერი შენ ალიერს ისმეთ. ნუ ლაპარაკობთ იყოს მამა მაგისთან. ჩემ ფულით მოიდგეს მაგაც სული. ვერ გავაბამდი ბუდარი ხასთან სიყვარულს. სინდისი არ მომცემდა საშულს. იმის ფიქრი მექნებოდა სულ ვითომ ჩემ ფულად უყარ ვარ მეთქი. არ გვინდა ამაზე ლაპარაკი და გახლისდა ბუდარი ხა. ახლა ყველა ხლისტის ლოგინში შეძრომის უფლება აქვს. ასეთია მათი სარწმუნოება. ხან მისთან წევს ბუდარი ხა და ხან მისთან შენი ბრალიც არის ეს. მაინც რამდენი ასესხი ასე რომ აივსნენ და აშენდნენ. შენ რა წაგიხდა ძმაო მაგენი თუ აივსენ და აშენდნენ? რა უნდა წამიხდეს, მაგრამ შენ თუ გაგიჭირდება ბუდარები და მისთანები არ გამოგადგებიან, იცოდე. მაგისთვის არ მივიცია მე. ქონებას გაიჩენენ. შეძლებული კაცისთვის სიკეთე ადვილი საქმელია. სხვა შეხვდებიან ვინმეს გაჭირებულს და როგორც მე დავეხმარე მაგათ. ისე დაეხმარებიან მაგენიც იმ გაჭირებულს მათი ვიფიქრე. მაგასაც ვნახა. მაინც რამდენიმე ეცი? 200 მეტი. კი არ მივეცი ვასასხი. ვაჩუქებდი, მაგრამ ქონება შენით ნაშოვნი უნდა გამიგონია. ნაჩუქარი უყუა თუა. არ გაგიჩერდება კაც. კაი, მაგრამ ქალი რომ გახლისტდება, მისი ქმარიც თუ არ გახლისტდა, აღარ აქვს უფლება მისი ცოლობის, ასე მითხრას მე. ეგრეა. ბუდარას საქმე როგორ იქნება ახლა? ბუდარას გახლისტდება ბოლოს. დაუწყვეტენ საქონელს ხლისტები და დაუწვავენ იმ შენი ფული დაშენებულ სახკარს თუ არ გახლისტდა თვითონაც. გახლისტდება ეგეც. აბა სხვა რა გზა აქვს აწი? ის სევასულელი რომ უშოვნია და წელში რომ წყვეტს უსინდისო დაბაზად დღეში. როგორ მოგწონს ეს ამბავი? ტიკივით აქვს მუცელი ბაზალუყის თქლებით და გამოპენტერებული დაიარება. ვითომ თავისი სისულელე აკლდეს უბედურს, არა ყველა სოფელს თავისი სულელი უნდა ყავდეს. უხდება ძალიან, მაგრამ აბაზად დღეში. უთხარ ერთხელ ბუდარას სოდვა აბაზად მეთქი. რაო ბუდარა? სულელს მეტი არ ჭირდება. ცეკოს აღარ კადრლობს ბუდარა, კაი თუთუნზეა გადასული. უნდა წავიდე, თიყო ძმაო აქედან მე. ვერ გავძლებ ამ ხალხს. ვიქნებ პატარა ხან სანამ შევიდე ამ ხანებს და წავალ. რა ხდება იქ? რა უნდა იყოს? ბუდარი ხა ხალი უტასთან გორაობს ლოგინში. ბუდარა უძაღის გამოდიო. გააღეთ კარები რომ გაუბრებიან. გავიღეთ კარები. გააღეთ თორემ ახლა შემოვამდრა. გააღეთ.
კარგი ხარ? სად კარგი ხარ? შეჭაღლიშვილო! შეკახვა! წამოდი! გამიშვი! წამოდი! გამიშვი! არ წამოვა! გამიშვი! არ წაყვე მათ ბებე! არ წამოვა! გამიშვი! ახლა! Замоди, чему писал? Замоди, ему да. Камишви! Оджахс, ну давай. Камишви! Амдени, оплита да шромит мопоебул, конебас карс, ну гаватан. Артамова! Камишви! Артамова! Артамова! Машкарки. Хлавет завалда, да тас мой хуан. Артамова! Хлавет завалда. მოვიყვარ და თას დათაბატონო დამნაშავე ვარ თქვენს წინაშე, მაგრამ თქვენს მეც არავის დაუჯერებს. არ წამოვა. ოჯახი დამენგრევა. დოვლადი. მოდერებით წამოვხევით დათაბატონო. სიდარჯული შეგიგირა მაგ ზაღლის უნდა მაგას თუ ჭოდეს წაყევი დათა ცოდვა ეს მამაძაღლი რას არის რომ ლაპარაკობ კახპა დედაკაცების საქმეში ჩარევა რავაშკეთის საქმეა ნეტა წადი ნახე შენი გზა დასაკეთებელი არ წავა არ სადაც არ წავა სადამ არ წამოვყვები არ წავა. არ სადაც არ წავა. ადექი ახლა და წადი აქედან. არ წამოვალ არსად თქვი უკვე მე. მაშინ მე თვითონ წავა. მაშინ მე თვითონ გამოვიყვან. მაშინ მე თვითონ წავა. ოპლაվել მაგსაცოდა
რა ვქნათ იყო ძმა. სიკეთე მინდა დავითომ და არ გამოვიდა არაფერი. იმ ბუდარებმა რაც ჰქონდათ შერჩენილი ის ადამიანობას დაკარგეს რომ გამდიდრდნენ მაშინ. აქეთ შენ გამოგთხარეს თვალე ხრისტები. ჩემი გამოისობით მოხდა ეგ. და მართალი ხარ შენ? არ უნდა ჩაერიოს ხვის საქმეში ჭკვიანი გაცითო. თავს მივცემ თქვენ აბრძანებლა. ბრძანეთ მუშნი, ბრძანეთ. მე ვიცი თქვენ 11 წელიწად ევროპაში იცხოვრეთ, სორბონა დაამთავრეთ. ისიც ცნობილია რომ სამართლის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი გაქვთ. პროფესორობაზე ოცნებობდით და კავკასიის ჟანდარმერის შეფის თანამდებობა კი დაიკავეთ. უნგრელმა გრაფმა ლაიორ სეგელიმ 1559 წელს ესე იგი ზუსტად 350 წლის წინათ თავის ერთადერთ სამშობლოდ რუსეთი აღიარა და მის მოღალაშ თავმომავალმა რუსეთის ტახტის სამსახურში ელია თავისი სინდისი ნიჭი და სიცოცხლე ასე რომ სისხლში მაქვს ერთი რამ ჩემთვის სამსახური მხოლოდ ღამ არის საზოგადოებრივი მდგომარეობისა და მატერიალური უზრუნველყოფის საშუალება კი არ არის. არამედ მოვალეობა. ამ მოვალეობის შესრულება, რა თქმა უნდა, სხვა სამსახურშიც შეიძლებოდა. მაგრამ მე ნებაყოფლობით ავირჩიე ჟანდარმერია და ამ სამსახურის ურთულესი უბანი კავკასია. იცით რატომ? იმიტომ რომ აქ ჟანდარმერიაში ასე ვთქვათ მაღალი ადამიანური ღირსებების შენარჩუნება უფრო ძნელია ვიდრე სხვაგან. ასე თქვით, დამაჯერებელია? სავსებით, თქვენ უბრძანებლა. თქვენ უბრძანებლა. აქ მატარებელი დიდხანს შერდება, ხომ არ გვესაძენ? სიამოვნებით. ინერეთ. ნიკიფორე, გამარჯობა შენ. რასაკეთებ აქ? საქმე გვაქვს, მარტო არა ვარ. დაჯექ შეჭამე. არ მცალია, უნდა წავიდე. არა უშავს. მემცალია. და თუ გაციხარ მითხარი, კაჟაია მევახშისაგან ფული რომ წამოვიღეთ, რა ბედი ეწია იმ პარას. 4000 პარტია ჩავაბარე. 1000 მანეთი დავიტოვე ჩემთვის. არალეგალურად ცხოვრებას რამდენი ფული ჭირია, კარგად იცი შენს. შეგარგოს ღმერთმა, მაგრამ ის 4000 მანეთი თქვენმა კაცებმა კარჩი და ქალებში რომ გაფლანგეს და არაფერი ტერორისტული აქტი კაც რომ არ მოუხდენი, ამაზე რას მეთქვენთ? გაუნათლებელი გაციხარ, შენა პოლიტიკურად მომზადებელს. არ იცი რომ საიდუმლო პოლიცია და ჟანდარმერია განგებ რომ გიორცელებს ტყუილებს. მებრძოლების კომპრომეტაციის მისდენ დაკეთებენ ამას არ იცი შენ. არა ხარ თქვენ წესიერი ხალხი ბიზიკა. ახლა არ მცალია ჟანდარმებით არის გატენილი აქაურობა თუ არა? გეტყოდი სათქმელს. კარგად იხარი აწი.
რომელი თქვენ ბრწყინვალება? რომელსაც ასე დაჟინებით შესწრებით. ეგ დათა თუთაშხია ჩემი ბიძაშვილი. რასაპირებთ? არაფერს თქვენ ბრწყინვალება, მაგას სროლას ვერავინ დაასწრებს. თავს ვფრთხილდებით? თავსაც და თქვენ სიცოცხლესაც თქვენ ბრწყინვალება. როგორ თქვენს გესვრით თუთაშხია. მე თუ დავაპირე შეიძლება მესროლოს კიდეც. მოკლით არ მომკლავს, დამჯრის წყობრიდან გამომიყვანს. აპატიეთ თქვენ ბრწყინვალება უნდა დახტოვოთ. საერთმოშნი. სადგურის პოლიციაში ავტობი.
მოგბრძანდით? საჭმელიო მე მგონი და ხელპირი დაიბანეთო ამბობს. ჩავიცნავ დიცვალა და მერე მობზანდით. ვინ იყო და რა იყო ეს ქალი მოსაჩემო რა სიტყვა შენ? ვინ იყო და დედავერს მოგიყენებ და გემსახურებათო. სეთურმა რო გითხრა წუხელი, ალბათ ის დედავერია, მეტი ვინ იქნება? რაღაც უცნაურ ადგილში მომიყვანე მგონი მოსაძმაო. ნაყოფი ვარ მე აგითხარი. საჭმელი არ მოგვაგდება სასმელი და მხართეზოზე წამოწელა, მეტი რაღა გინდა შენ? წუხელი სეთურთან კაი მაგარი თრალი იყავი შენ და არ გახსოვს იქნება ამ ჩვენს მასპინძელს მანამდეც და გუშინაც აბელს ეძახდი. აბელია მართლა თუ სხვა ქვია რა? აბელია შეკაცო, გამოთაყვანებული კი არა ვარ მე. აბელი თუ არა რატომ შემოგაპარა ორჯერ არქიპო ქვიაო? კი მახსოვს, მაგრამ აბელი და არქიპო ერთი ჭირია თქო, ვიფიქრე მე. რომელი გენერლები ჩვენა ვართ, ან რომელი ფელდბებელი მაგ დედაბერი მყავს. ასე სალდათივით რომ მოგვესალმა. მაგი თუ გარებზე არ იყოს ახლა მოყურადებული კისერი მომჭერი. მობრძანდით ქალბატონო. გასწორდი წელში და შემოდი ოთახში. სვის ოთახში ჭურიტინი, სადაური წესია ვიცოლა? სადაური წესია და აკაური წესია. უყური ამ ბებერკუდიას? რა ვაგამართულა თქვა ყველაფერი? რისთვის არა შემოღებული და ვის შემოღებულია მაგ წესი? აქ ორი ყაზახი ხართ. უნდა ვიცოდეთ ყველაფერი. რას ფიქრობთ, რას აკეთებთ? აბარავა, მარქენა უნდა ყველაფერი უნდა იცოდეს. ასია ეს. თუ უკაცრავად არა ვარ. თქვენი მარჩენალი ვინ ოხერია? ვაიშენს პატროს. ვისა ოხერს რო უძახი? შენ მართლაც ოხერდაც კი არა. შევთის გლახა. არქიპოს ცენზური არის ჩვენი მარჩენალი, მამა, დედა და ღმერთი. აბა გამოგებია ვიცოლა აბელი ქვია სეთურს თუ არქიპო? უსინ აბელი ერქვა. ახლა არქიპო ქვია. ასია საჭირო და მიწო. ო, კაი, წამოი დაგვამანია ხელბირი. მომძღვნელმან ჩვენის პურისა და სარჩოსი მამა მან ჩვენმან უსათნაესმან და უკეთილესმან რომელას არქიპო ისოცხლოს მარადჟამს Polychronion.
სულანჯია შენ მამაძაღლო არ არის დღეს შენთვის სამუშაო ილატეს ვანიზემ შასხოს კისერში სპირიდოროს და გაგდოს მაჩადან დაჯავაშავე რასტაში ხალხო დაჯავაშავე ვაი აჯა Moitsmet, Kalle! Moitsmet! Madame! Mercury Sir! Go! Abhijit! Dur! საითმიდის ეს ხალხი მეტად. საგვიდის და სამუშაოზე. აგერის დაგოლული კაცი სამუშაოზე მიდის? მაგ მიდის, თუ მიდის. ეგ ზებუა გუცლის არის. სულანჯიამ რაღა დააშავა, ბატონო. მეტი უნდა და მაგცა სიკვდილეს. არქიპოს უმადლოდეს. არა, მაგ თქვენი საქმე. ჭკუით იყავით, თორა ნახავთ თქვენი კუდებით ნაშრომს ქვათ. აბა იყვნენ შემკობილნი ყოველთავე სათნოებითა და სიკეთით და რომელმა მწყემს მანთვის ისა ხალხისა კეთილად განგებაი სალამი ბატონებო სალამი ბატონო სალამი მობზანდით დამზანდით ხომ კარგად მოვარეთ ჩვენს სტუმრებს ასინეთა უწესო კაცებია ორივე დადი მიხედე შენ საქმეს ასია მამავდა შვილო უწესო კაცები ხართ ორივე ხომ გაიგონეთ რა თქვა რა იყო შეგაცო ხამიანად რომ წამოყარა იმ შენმა დედაბერმა. ხუთსაათზე ვაყენებ ხალხს. უნდა ხედავდეს ხალხი რომ წესი ყველასათვის ერთნაირია. თუ არა, თვითონაც შუადღემდე წილს მომთხოვენ და საქმე დაზარავდება. საქმეს რომ ამბობ, ხალხს ფიქრო. მათი კეთილდღეობისათვის ზრუნავ. მარჯვენა ხელი ეს კაკოქვია თაბაგარია გვარად ეს დოში ნამეტანი უხდება არახს ერთი სახარება შეგვეციოს იცოცხლე სპირიდონას სულანჯიას რომ დასხეს სამდილას და კატის ცინდალივით გამოათხიეს მწყობრიდან. ისიც მის სასიკეთოდ იყო. აბა რა ვაგონია შენ? კაცი შიშსა და მოგზალებას რო დაგარგავს, ემაში გაუბედურდება სწორედ. აი თუ რა თქვა სპირიდონა სულანჯია. არქიპო სწორედ ინდეს გვაძლევს. შიფშილით რო ვარ დავიხოცოთ. სიმდიდრეს და ფუფუნებას მოაქვს. ყოველგვარი გაყვნილება და უზნეობა. თქვათ და მივეცი სპირიდონა დოყლაპიას, რომ აძლევი მასე მეტი. კიდევ მეტი მომდება და რომ აღარ ეკნება, მაშინ გაუბედურდება. არვას და შეიარაღებას მოგიდებს ხელს. რა გამოდის აქედან?
კაცისთვის კარგი თუ გინდა არ უნდა გააძღო და გააღორმოწელო. რატომ თქვა სპირიდონას სულანჯიანის რაც თქვა? გოჭები გაზარდა მაგრამ 9 იყო. 6 მე წამოიყვანა 3 დაუტოვე. გაყიდა, ფული შეუვიდა სახში და მიდომ თქვა. რა უნდა წამომეყვანა? მისთვის ერთი დამეტოვებინა და არაფერს იტყოდა მაშინ. ასე ეს. ახლა ერთ კვირას არ გაიყვანს კაკოია თაბაგარი. სპირიდონა ყბეს და ინანებს. რატომ თქვიო? სხვისთვისაც მაგალითი იქნება ეს, აბა? თვითონ ხომ შეცდა და დაზარალდა, ეს არაფერი კიდე. მაგრამ სხვასაც რომ წაურჯიყავა და უბიძგა, შენს თქვი და გაუბედურდიო, აი ეს არაცა. რაც ხალხს დააზარალებს და გზიდან გადააცდენს, სანამ გაზრდილა და მოღონიერებულა, იქამდე უნდა ჩაქოლო და ჩაქო. ხალხზე თუ არ ვიზრუნე მე, მათ კაი ცხოვრებაზე არ ვიფიქრე. რა ისეთის მე? ხალხს თუ უთხარი, ადამიანი ხარო, რას გეტყვის თუ იცი? ადამიანი თუ არ, მაშინ მეც შემიძლია შენი მაგივრობა გავწიო და გამოდი მაქედანო. ცხენი და სახედარი ხარ თქვა უნდა ელაპარაკო. ადვილად იჯერებენ ამას. იჯერებენ და წესიერად და ბედნიერად არიან. ასია ეს. მარა პირდაპირ კი არ უნდა უთხრა. შეპარვეთ. კარაგნით. შესასიკვდილი ასინეთა. შემოდი ახლა კიპასავით რომ აგვიხარ მაგარებს. გამithვალე და ჩამომიენგარიშე, ხო ნათქვამ? წადი ახლა ჩაჯექინა უბახში. წადი. ცეცხლის დამთება არ გაბედო. თუ არა 3 დღეს არ გაკვარებ და დაგიმატებ კიდევ. წავალ ნაუბახში ჩავდები. მაგრამ შენთვის არ მიგდია ყური. ამ კაცებისკენ ვიყავი მიყურადებული. რა ამათ ნათქვამს მე შენზე ნაკლებად გავიგონებდი თუ? კი გეიგონებდი მამა და მარჩენალო. გეიგონებდი, აბა არ გეიგონებდი. მაგრამ ორი ადამიანი რო გეიგონებს და მიხვდება ყველაფერს. ერთი კაცი გეიგონებს და მიხვდება ისე. კაი აბა. ნუ წახვალ ნაუბახში, მიპატიებია. შედი კოკინაშვილისას და მის პელაგია შეაპარე ლაპარაკში. ამ დილას სპირიდონა სულანჯია მიტომ დასაჯეს თქვა, რომ არქიფოზე ულაპარაკია რაღაცა და მისი ნალაპარაკები თაბაგართან სვანიძეს მიუტანია თქვა. კოკინაშვილის პელაგია თუ არ იქნა სვანიძეებთან შედიდა ტერეზია შეაპარე სპირიდონა სულანჯიას თაბაგართან ნალაპარაკები კოკინაშვილო მიიტარა თქვა. ხო. ვერ გაიგე ხო? უკუღმა ეს ასინეთა უკუღმა. მასულეთ. ხო. აბა, так. ისე რომ თქვას ადამიანმა არ ფენი ღვთისმიერი საქმე. ასინეთა რომ ენის მისატანად გავაგზავნე. ხომ ასე გამოდის, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ღვთისმიერ საქმეს ვაკეთებ. დობა აღარ ექნებათ ერთმანეთის. ყველა სათითაოდ მოერდება პირის შეკვრას
და ახალ გაუბედურდებიან. რალი ჩემი რომ ეშმაგობა მიხდება და გაწვალებული ვარ. მაგრამ სხვისთვის კაი საქმის გაკეთება ძნელია. თვითონ თუ არ დაიჩაგრე და არ დაიტანჯე. წავიდეთ ახლა და თუ გნებავთ გიჩვენებთ იმ ჩემი ხალხის დამუშევარს და საშუალებას. მობზადეთ. ასე 200 საჟენია ამ გვირაბის სიგრძე. აღმარჩი რომ თხრიან, თავდაღმართში გამოაქვთ ზურგით. ახავრობა სულ ასეთი მიზაა. მაგრამ ხალხს არჩო ადვილად თუ აშოვიე, გაფუჭდებიან. ძნელი სამუშაო ყოფილა. ძნელი რომ არის და მიწას ზურგით რომ უნდა ატარო, შეიყვარდება საქმე. სიყვარული და არის თუ იცით. რა და რაზედაც მეჩნომას დახარჯავ და მეც იზრუნებ, უფრო შეგიყვარდება საქმე. სნეული და ძნელად მოსავლელი ბავშვები რომ უფრო მეტად უყვარს, დედას თუ შეგინიშნავთ ეს. მაგრამ აქ სხვაც არის კიდევ და აგერგეთ. ხალხის ბედნიერებისათვის რა არის საჭირო? იმედი. სათა და შენ უნდა მოიგონო ხალხის იმედი. მოიგონე მე ჩემი ხალხისათვის იმედი. და ნამეტანი იმედია ნათქვას ყველა. იმედი თუ აქვს ხალხს, ზედმეტს არ გაილებს ხალხი გულში არაფერს და იქნება ბედნიერი. მოდით აგერ განახვევთ როგორი იმედი მოვიგონე მე ჩემი ხალხისათვის. ეს ის კონდრის კაცი არა? დილით რომ წამოიყვანა თაბაგარმა სამუშაოდ სხვებთან ერთად. კი, ის არის. ხუთ შაურს ვაძლევ დღეში. ყველა მიცის. მუნჯია და ყრუ. ზის მასე და უჭირავს ხელში მაგბაწარი? კი. ზის ასე და უჭირავს ხელში ბაწარი. ასაკეთებს შაში და ლოცვილი. იმედს საკეთებს, მოსეთ ჩემო. იმ ხალხის იმედს. შეასავარ შეკაცო. მერტი საშია და მის იმედად ჩემი ინტერი იყოს უნდა და ამ ჭაში ჩაშვებული კაცის იმედად. ვინა რომ არის? გეტყვით აგერ და გაიგებთ ყველაფერს. ხალხი გაღმა გამოქვაბულში რომ თხრის, მათი ხვრელი აქ მოვა, ამ ჭაში და მის იმედზე არიან. აიც არქივო ბატონო თუ კაცი ხარ. ის ხვრელი აღმართ შეადის და იქით მიდის. აქ რანაირად გამოვა? არც გამოვა და არც ჭაში გამოიხედავს. ამთას ხო უყურებ შენ? აქთაში იტვიალებს ხვრელი და არსად არ წავა იქიდან. ასია ნანგარიშები. ხალხმა თუ იცის ეგ? იცის აბარავა, მაგრამ რას ფიქრობს ხალხი თუ იცი? რას ფიქრობს და ასაჟენზე რომ მიაღწევს ხვრელი, დაიგებს ზებო. დაიგებს და ჩამაფკრავს არს. რანაირად ელიან ამზარის ჩამოკრას არიტყვი. ათეთ აქ გამობასული ყურების სულ. რა ვქნა თაწიმოს? ვიყოთ აქ თუ წავიდეთ სხვაგან? სხვაგან რატომ უნდა წავიდეთ და თაბატონო? ასე ბედნიერ ადგილს სად ვიპოვიდეს ორი აბრაკი? თანაც სეთურს უხარია შენი აქ ყოფნა. აშაღებში ხმას გააგდებს აქ რომ ვარ და აღარავინ მოეკარება. გოროტი კაცია სეთური. და მის ხელში ჩავარდნილი ხალხი ძნელი საყურებელი იმედოთ. ჩემი ხასიათის პატრონი. გადავეყრები რამე ვედრობას და სხვასაც უარა შემომთხო ალბათ ვიცი ეს მე. მომძღვნელმან ჩვენის პურისა და სარჩოსი მამამან ჩვენმან უსათნოსმან და უკეთილესმან რომელარს არქიპო ექვთიმე მელენტი პოლიექტი
დომენტი აბესალობ იხანდა კალენიკე იცოცხლოს მარადჟამს პოლიგრონიომ 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 ენაიკო დაგაგონება ეს ამასიქით მარტო არქიპო თუ გიხსენებიათ ჩვენი მამა და მარჩენელი არქიპო მიცოდეს და თქვენ გაიგონეთ ამდენ სახელს ვირითქვის ერთად დაგვასწავლეთ თორემ დავიღობეთ და ეს არის დოსო აღარ გასწავლით აღალზე დაგიწერთ და მოგიტანთ სერაპიონმა კეიცის ასოების გარჩევა და დაგეხმარებთ ახლა დავიღუპეთ ფესვიანა და ძოლშვილიანა. გავწყვეტ წელში სერაპიონა მისი წილი მიწისწრევით. ვინ მიცემს მაგის ნება? იცი სასწრები და უნდა მოგეხმაროს უსაჭედლოს. აბარავ. კი აბა, მე წუღების ხელვად მეხერხება. რა ვქნა აცი? წუღებით უსაჭედლოდ შეგიგონო. ხალხო! რა შვებით ხალხო, რას? რას გევხართ თუ ხედავთ ამას? ვინ ხართ თქვენუბედურებო რა ჯიშის ხართ რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელასეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა არ ფიქრო ვერ ხედავთ ამას რაო მათ კაცმა რაო და მარჩნავზე მამაძაღლიო და თაბაგარზე მოსასპობიო მოსასპობი და მამაძაღლიო გაგოუბედუროს უნდა ხომ დასხეთ მაგათ ბიჭებო დასხეთ დამბანკები აქვს ბიჭებო მაგეთ დამბანკები